მე გაჩერება არ მიყვარს ზოგადად და უბრალოდ ძალიან ისეთ მიდგომა მაქვს აქტიურ ინვესტიციას რაშიც ვაკეთებ მე პირადად ჩემი კრიტერიუმები მაქვს რაში და როგორ უნდა გავაკეთო ეს აქტიური ინვესტიცია სადაც ასე ვთქვათ მეც პირადად ვიქნები ჩართული და ამ კრიტერიუმებში თუ ჯდება მაგაზე მივდივარ ეს ჩემს კრიტერიუმებში ჯდება ბოლოს როცა ნიკა გამყრელიძე ჩავწერეთ პანდემიის პერიოდი იყო. ევექსის ქსელს ხელმძღვანელობდა. ჯანდაცვა მისი სფეროა და როცა კორპორატიული სამსახურიდან წამოვიდა, თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცა. იმ იდეის განხორციელება დაიწყო, რომელიც მის კრიტერიუმებში ჯდებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ თემაზე სამივე დამფუძნებელი დამოუკიდებლად ფიქრობდა. ფიქრები მოხუცებულობაზე 50 წელს მიტანებული ადამიანის ცხოვრებაში ჯდება. ზოგი ფიქრთან ერთად ქმედებასაც იწყებს. და ასე გაჩნდა მცხეთაში რეზიდენციული ზრუნვის სახლი ლელიანი. ომეპრაზოლი კომპლექსი კაფსულა. იცვლება დრო, იცვლებიან თაობები და იცვლება შეხედულებები. ჩვენი თაობა უფრო და უფრო ნაკლები სტერეოტიპით უყურებს მომავალს. შემდეგი თაობა კიდევ უფრო თავისუფალია სტიგმებისგან. მე და ჩემი მეგობრებს, ახლო მეგობრებს გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დავბერდებით, რომ ერთად წავიდეთ აქ რა და წლებია ეს მქონდა და ბებია ჩემისგან მომდიოდნენ და ბებია ჩემი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა და ადამიანი იყო, რომელიც დღე და ღამე იჯდა კითხულობდა და ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო, ახლა ყავდა მომვლელები, იმდენად მოწყენილი იყო სახლში. რომ სულ მაგას ვფიქრობდი, რომ კარგი სახლი რო არსებობდეს ესეთი და თუ დეჩემს დავითანხმებდი, ხო, ამაზე იმიტომ რომ იქაც ეს სტიგმა არსებობს ჩვენ უფროსთაობაში, ხო? ბევრად უკეთესი ცხოვრების ხარისხი ექნებოდა ბოლო წლებში. აი შენი მშობლები როგორ უყურებენ ხა როცა ეს გააკეთე? მე მგონი ძალიან დადებითად. ნუ ამ ჩემი ძალიან დადებითად უყურებს და დეჩემიც ახლა არ უნახია დეჩემს, ამაჩემს ნახია. ანუ ესეთ რაღაცას ფიქრობენ, რომ ხა მათ კი დღეს არაფერი, ჩვეულებრივად არიან, მაგრამ რაღაცა 10-15 წლის შემდეგ შეიძლება აქ წამოვიდნენ თვითონ გამოთქვას. არ ვიცი, მაგ კითხვის დასმა ჯერ მეშინია და ვნახოთ. ნიკამ სახლიდან ნარდი მოიტანა, ჭადრაკსაც მოვიტანო. ლელიანის ყველაზე აქტიურ სივრცეში, სანამ პირველი ბენეფიციარი შემოვა, ნარდს თამაშობენ. არ გეგონოთ ეს მათი ყოველდღიურობაა. მერე კი აქ ნარდიც იქნება, ჭადრაკიც, კარტი, წიგნის კითხვა და განხილვა, ფილმები და დისკუსიები, სიმღერა და ცეკვის თერაპიაც. და რაც მთავარია, ურთიერთობა. დანარჩენი, რასაც მოიფიქრებენ და მოისურვებენ. სხვა ყველაფერი კი ისე, როგორც სახლში. უმთავრესი რაც არის ყველა ესეთი რეზიდენციული ზრუნვის სახლებისთვის არის ოჯახური თბილი გარემოს შექმნა, ხო? ანუ არ უნდა გავდეს ოფის და არ უნდა გავდეს საავადმყოფოს, ვინაიდან ადამიანმა თავი უნდა იგრძნოს ისე, როგორც სახლში. ყველაზე რთულიდან დავიწყოთ, ისაც მოხუცებულთა თავშესაფარმა სტიგმა ჩამოაყალიბა, ეს სიტყვაში ჩაეტია, ჩააბარეს. ლელიანი თავშესაფარი არ არის, მაგრამ ამ სტერეოტიპთან ბრძოლა კი მოუხდება. ჩვენი ცხოვრების წესი კიდევ უფრო სხვაა. თაობები ერთად, მოხუცი მშობლის მოვლა ზრუნვა. ამ წესის შეცვლას არავინ ცდილობს, რაღაცეები კი იცვლება. ეს არ არის მოხუცთა სახლი, რომ ადამიანი უნდა დატოვო, რაც თქვათ საქართველოში რატომღაც ესე არის, რომ ჩააბარო ოჯახის წევრი და ეს არის, რომ ოჯახის წევრი გამოუშვა სანატორიუმში და დაასვენა და მისცე შესაძლებლობა ღირსეულად გაატაროს თავისი სიბერე. რა უნდა ადამიანს, როცა ყველაფერი აქვს, მაგრამ აკლია კომუნიკაცია, რადგან შვილები, გასულები და დაკავებულები არიან. ცხოვრების ხარისხი. რისკიან თემაში სრულიად გააზრებულად შევიდნენ. ლელიანი კი მთავარი პრინციპით შექმნეს. რას ნიშნავს სიტყვა ღირსეული მაშინ? ღირსეული ზრუნვა არის ის, რომ პირველი რაც დავაწერეთ აქაურობას არის ეს როგორც სახლში. უნდა იგრძნო ის სითბო და ემპათია, როგორიც გაქვს სახლში. და პლუს ამაზე დაშენებული ის პროფესიონალიზმი ზრუნვაში, რაც ჩვენ ბენეფიციარებს ჭირდებათ, იმიტომ რომ მათ მოვლას, ვინც მოვლას საჭიროებს, სპეციალიზირებულ მოვლას, ხო, ჭირდება ძალიან კარგი ცოდნა, ასევე ფსიქოლოგიური მომზადება და გამძლეობაც. მოვლა და ზრუნვა ძალიან პროფესიონალური საქმეა. ეს ადვილი არ არის, ნამდვილად არ არის ადვილი, იმიტომ რომ მთელი რიგი თვისებები და ცოდნაა საჭირო. და ზუსტად ამისთვის არსებობს ესეთი დაწესებულებები, რომ ადამიანის ხანდაზმული ადამიანის სიცოცხლის ხარისხი უნდა იყოს მაღალი. იმიტომ რომ იმ ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე ეს დაიმსახურა. აქ სიტყვები პაციენტი, პალატა ამოღებულია. ოთახები, პალატები არა.
ნინა კიკნაძე ლელიანის დიასახლისია. მასზე უკეთ აქაურობას ვერავინ გაკვაცნობს. ნინა საქმიანების გმირია, როცა საბავშვო ჰოსპისი ძისინათელები დააარსა. ახლა უკვე აქ ელოდება 50 ბენეფიციარს 65 წელს ზემოთ. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ტიპის სერვისი. ერთი არის ალცჰეიმერი, დემენცია და სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები. მეორე არის სრული ხანგრძლივი საექთნო მოვლა და პალიატიური მზრუნველობა. და მესამე არის უბრალოდ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი არ სტკივათ, უბრალოდ სოციალიზაცია უნდა სახში მარტო არ უნდა ყოფნათ. აქ არის 3 სართული, პირველი, მეორე, მესამე და იქით არის 1 სართული, რომელიც არის იზოლირებული. ის იზოლირებული სართული არის სპეციალურად დაგეგმილი, ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხის, მაღალი გრეიდის დემენცია ალცჰეიმერის მქონე პაციენტებისთვის. ცალკე არიან. ხო, და ამის იდეა არის ის, რომ ნაკლები ფსიქოლოგიური დატვირთვა იყოს იმ ბენეფიციარებზე, რომლებსაც არ აქვს ეს პრობლემა. ინფრასტრუქტურა იყო ის, რასაც ბევრი იფიქრეს. რამდენიმე მეტრში კლინიკა, საჭიროების შემთხვევაში. აქ მოსულს მხოლოდ პირადი ნივთები და აუცილებელი მედიკამენტები ჭირდება. დანარჩენს ლელიანი ახვედრებს. ივსება კითხვარი და გათვალისწინებულია კვებაც, დიაბეტის, ალერგიის, ლაქტოზის მიუღებლობის შემთხვევაში. ყველა სართულზე მორიგი ექთანი, გადამზადებული სტაფი. ზოგ ოთახში არის ფუნქციური საწოლები და ამას რამდენიმე პოზიცია აქვს, პულტით მართავ, ადგომის დროს, დაწოლის დროს. დღეს ყველა ოთახში დამაგრდება გამოძახების ხილაკი. რა თქმა უნდა, ექთანი მონიტორზე ამას დაინახავს. წყლის თერაპია ზოგადად ძალიან კარგია ნერვიული სისტემისთვის, დამშვიდებისთვის და ძილის წინ შეიძლება ძალიან კარგი იყოს იმისთვის, რომ ტყუილად დაიძინონ. როცა ლელიანზე დაიწყეს ფიქრი, აღმოჩნდა, რომ სამივეს არა მარტო წაკითხული და გაგონილი ჰქონდათ, ასეთი სახლების შესახებ არამედ ნამყოფებიც იყვნენ. ნიკა გამყრელიძე კი სპეციალურად წავიდა სასწავლო ტურით გერმანიაში. ესეთი პროექტი ვნახე ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ არ ვცდები 2011-ში ან 12 წელს. ჩვენთან ეს სერვისი პრაქტიკულად არ არსებობდა. რა კი ეს თემა ძალიან აქტუალური იყო. ყველა ოჯახისთვის დროულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეკეთებინა ეს პროექტი. მე პირადად სტადი ტური გავაკეთე ამისთვის გერმანიაში, ჩემ თავს გავუკეთე, რომ მე მეცადინა რა არ უნდა გამოგჩეს აქ. რეზიდენციული ზრუნვის სახლების კულტურა ამერიკულია. შემდეგ ევროპაშიც დამკვიდრდა. ლელიანი აპრობირებული სტანდარტებით მიდის. აღმოჩნდა, რომ ზრუნვის მომენტი იმაზე მეტიც ჰქონდათ, ვიდრე დაშვებულია და აქ გერმანულმა პრაგმატიზმა და გამოცდილება მიმოქმედა. აქ გეგმავდით აუზის გაკეთებას. და ბერლინში ვარ ალოჰაიმის ქსელი, რომელიც ყველაზე დიდი ოპერატორია გერმანიაში ეს რეზიდენციული სახლების და იმის ერთ დირექტორს ველაპარაკები. აუსაკეთებო და ხო მეთქი ხო და ხوار გადაირიეო. საშიაო რა და ამოიღე სასტრაფოთო. მე მანახა, ასე ვთქვათ, ის წყლის თერაპიის ოთახები თავისი, რომელიც ასე ვთქვათ გადმოვიღეთ აქ და გავაკეთე. ნინასთვის უსაფრთხოება მთავარია. ბენეფიციარი მარტო არ უნდა დარჩეს. დაავადებათა სპექტრსაც თავისი მოთხოვნები აქვს. ალცჰეიმერის და დემენციის შემთხვევაში არის ინტერიერის დიზაინის დროს ბევრი რაღაცები გასათვალისწინებელი, ვთქვათ ის, რომ ჩამრთველი იყოს, დენის ჩამრთველი იყოს, სხვა ფერი განსხვავებული კედლის გარო ადვილად მიხვდეს, რომ ჩამრთველია, საწოლი აუცილებლად სველ წერტილთან უნდა იყოს ახლოს, რომ ხედავდეს სველი წერტილი სად არის, არ უნდა იკეტებოდეს სველი წერტილის კარი, ფანჯარა არ უნდა იღებოდეს ბოლომდე. ყველაფრის მიღმა შრომა და ბევრი დეტალია, რომელიც ღირსეული ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. ერთი ღამის ღირებულება მარტივად რო გითხრათ, სადღაც გააჩნია, ვთქვათ, როგორი ოთახი იქნება 135-დან 160 ლარამდე არის ერთ და ამაში შედის სამჯერადი კვება, სრულფასოვანი მოვლა, სოციალიზაცია. ეს ის გუნდია, რომელსაც იდეის საქმედ ქცევა უყვარს და მე ამ საქმის სრულყოფა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მოხუცებზე კეთდება ბიზნესიო. ესეც ერთგვარი სტიგმაა. ბევრი ადამიანი ამას იძახდა, რომ ჯანდაცვა არ შეიძლება იყოს ბიზნესი და აბსოლუტურად ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი კი არ არის, არასწორი შეფასება არის. იურიდიულადაც რო შეხედო, ეს არის, არ ვიცი, გინდა კერძო სამართლის იურიდიული პირი იყოს, გინდა არ ვიცი, სახელმწიფო შეპესე იყოს, ყველა ამ ორგანიზაციამ უნდა აგენერიროს რაღაცა თანხა, რომ შეძლოს არსებობა. თუ ამას ვერ აკეთებს, ხო? გინდა დაარქვი ბიზნესი, გინდა არ დაარქვა ბიზნესი, ვერ იარსებებს. მე არ ვიტყვი, რომ პიონერები ვართ, მაგრამ ასეთი სტანდარტის ალბათ პირველი სახლია, არა მარტო საქართველოში, შეიძლება მთელ რეგიონში, კავკასიაშიც. და მაინც როცა 50-ს მიუახლოვდებით, იცოდეთ, რომ მოხუცებულობაზე ფიქრი თავისით მოვა.
ვიღაც შეშინდება, ვიღაცა შფოთს აყვება. არადა ეს მოცემულობაა, თან გარდაუვალი და მეც უკვე ფიქრობ, როგორი იქნება ჩემი სიბერე. ფორმულა 1-ია, მინდა ვიყო ჯამრთელი, მშვიდი, აქტიური, ჩემი ჰობი მქონდეს ვიყო ჩემიანებში და ჩემს თანატოლებში. უზიარებდეთ ერთმანეთს მოგონებებს და გქონდეს ფუნქცია. იქნებ უფრო უკეთესიც გახდეს ეს ქვეყანა. ღირსეული მოხუცებულობა, ღირსეული პენსიის გარეშე წარმოუდგენელია. გამოდის რომ ევროპაში მინდა. არა უფრო დავაზუსტებ, ევროპა მინდა აქ. ერთი სიტყვით კი ღირსეულად.